სტუდიაში პროსპექტის მმართველი პარტნიორი გიორგი ჯორჯოლიანი შემოგვიერთდა. გიორგი, გამარჯობა. მოგესალმებით. გიორგი იყო ერთადერთი რესპონდენტი, მე მგონი მთელი გასული წლის განმავლობაში, უკვე თითქმის გასული წლის განმავლობაში, როცა ქუთაისის უძრავი ქონების ბაზარზე შესაძლებლობა ჰქონდა და იცოდით იქ არსებული მდგომარეობა და ლოგიკურია, რომ შეჯავების კუთხითაც გიორგის ვთხოვეთ დახმარება. რა ხდება ქუთაისის უძრავი ქონების ბაზარზე 2025-ში? პირველ რიგში გილოცავთ დამდეგს და წარმატებების მომტანი ყოფილიყოს თითოეული ჩვენგანისთვის. ხდება ის, რომ რამდენიმე წლის წინ ქუთაისის დეველოპერულ ბაზარზე სულ რამდენიმე მშენებარე უძრავი ქონების კორპუსი იყო, რომელიც ქაოტურად იყიდებოდა თვითონ მშენებლები ყიდნენ, არც სისტემატიზირებულად იყო ამ ამბავში გასწორებული ყველაფერი და მოკლედ ეს იყო სულ რაღაც 7-8 წლის წინ. თუმცა ბოლო პერიოდია და არც სისტემური დეველოპერები იყვნენ ადგილზე, მათ შორის არც თბილისიდან. ყიდნენ თვითონ დეველოპერები და არ იყო იქ ფასების ისე მიწოდება, სერვისების ისე მიწოდება, როგორც საჭიროა, იმიტომ რომ იმათ თავიანთი საქმე აქვს და გამყიდველებს თავიანთი საქმე აქვს. შეიძლება ითქვას, რომ იყვნენ ძირითადად უფრო მშენებლები, სამშენებლო კომპანიები, რომლებიც კი, თუმცა ესეც იყო თითოეულ ამშენებლობა. ბოლო პერიოდია უძრავი ქონების ბაზარი ქუთაისში საკმაოდ მზარდია, ინტერესი პრემიუმ ხარისხის პროექტების მიმართ ძალიან გაზრდილია. ასევე ინტერესდებიან უკვე წამყვანი დეველოპერული კომპანიები ქუთაისის ბაზრით, შესაბამისად ფასებიც მომატებულია. დღესდღეობით მოკლედ ბაზარზე დაახლოებით 30-მდე მშენებარე უძრავი ქონების პროექტია მიმდინარე, რამდენიმე ათეულამდე ჩახურული ოღონდ ახალაშენებული პროექტი. ფასებს რაც შეეხება, მოკლედ მერყეობს დაახლოებით $700-დან $2500-მდე და ფასები დამოკიდებულია ლოკაციაზე, ხარისხზე, ჩაბარების კონდიციაზე, გადახდის პირობებზე და ამ შემდეგ. ესეც მიუთითებს ეს მაჩვენებელიც იმას, რომ ბოლო პერიოდში უკვე საკმაოდ განვითარებულია ქუთაისში დეველოპერული ბაზარი, უძრავი ქონების მიმართ ინტერესი მაღალია და მინდა გითხრათ ისიც, რომ ქუთაისს აქვს უნიკალური მდებარეობა საქართველოს მასშტაბით, განსხვავებით ბათუმისგან და თბილისისგან, ბათუმთანაც ახლოსაა, თბილისთანაც ახლოს არის, შუაში არის, ზღვიდან 120 კილომეტრში, ასე ვთქვათ. შესაბამისად, აეროპორტიც, საერთაშორისო აეროპორტიც, სადაც ძალიან დიდი ამ გზავრთანაკადი ძალიან ახლოს არის და საერთაშორისო ბაზარზე ქუთაისი საკმაოდ ცნობადი ხდება და ამიტომაც ეს ფასები რააც, გიორგი? ფასები, წერან თქვი და ეხაც გავიმეორებ, რომ $700-დან $2500-მდეა და დამოკიდებული. ხელა მარჟაა 700-დან 2000. კი, აი გარეუბანი ესეც ალბათ მიანიშნებს, რომ ჯერ კიდევ ბაზარი არის არა სტაბილურ მდგომარეობაში. ვკითხით, რომ ესეთი დიდი დიაპაზონი. მე ვიტყოდი იმას, რომ საკმაოდ ვერ დაგეთანხმებით მაგას და ვიტყვით ერთ რამეს, რომ გარეუბანს და ცენტრს შორის მიუხედავად იმისა, რომ ქალაქი არ არის თბილისის ხელა, ეხა მასშტაბებით, თუმცა ვერ ვიტყვი, რომ ბათუმზე დიდია, მაგრამ თბილისის ხელა არ არის, მაგრამ გარეუბანს და ცენტრს შორის საკმაოდ დიდი სხვაობაა, იმიტომ რომ ის კოეფიციენტებიც ცენტრალურ ნაწილში იმდენად დაბალია, რომ 5 სართულს ვერ ცდებიან და იძულებული არიან ცოტა ძვირად გაყიდონ. გარეუბანში უფრო სხვა სიტუაციაა. აქედან გამომდინარე, ფასების ცვლებაც არის, თუმცა ჯერჯერობით, რა თქმა უნდა, ბათუმთან და თბილისთან მიმართებაში ჯერ კიდევ ბევრი უკლია ქუთაისს, მაგრამ ჩემდა გასაკვირადაც უფრო და უფრო რო ჩავიხედე, არ არის უფრო ნაკლები ინტერესი და კარგი კიდე ის არის, რომ ქაოტური განაშენიანება ვერ მოასწრო ქუთაისმა და ეხლა იმედი მაქვს, რომ გაყვიან. ჩვენ ბოლო 1 წლის განმავლობაში აქტიურად ვართ ქუთაისის პროექტების გაყიდვებში ჩართული, პროსპექტს გულისხმობ. ვინ არიან მყიდველები და საერთაშორისო მგზავრთანაკადი რო ახსენე, ეს რამდენად დიდ როლს თამაშობს? ნახეთ, მე ცოტა შორიდან დავიწყებ, პროსპექტი ქუთაისში წარმოდგენილია Maudi Residence-ის პროექტში, ჩვენ ვახორციელებთ ექსკლუზიურად გაყიდვებს Maudi Residence-ში. ეს არის პრემიუმ სეგმენტის, პრემიუმ კონცეფციის პროექტი. მინდა გითხრათ, რომ ბევრი საკმაოდ სკეპტიკურად და კრიტიკულად უყურებდა ფულის დაბანდებას პრემიუმ კონცეფციის პროექტში, იმიტომ რომ როგორც მოგეხსენებათ, პრემიუმ მშენებლობა ცოტა უფრო მაღალი ჯდება, შესაბამისად ფასიც უფრო მაღალია, მაგრამ ჩვენ დეველოპერებთან ერთად მივიღეთ ეს გამოწვევა, ჩავერთვეთ ამ ამბავში და მოკლედ 7-8 თვეა რაც Maudi Residence-მა გაყიდვები დაიწყო და გაყიდვების საკმაოდ მაღალ მაჩვენებელს იკავებს. აქვე ძალიან გვახარებს ის, რომ მყიდველი არა მხოლოდ ქუთაისელი, არამედ თბილისელი, ბათუმელი, უცხოელი, ემიგრანტიც და უცხოელებიც ინტერესდებიან
ინვესტირების კუთხით ქუთაისი ეს არის ისრაელიდან, რუსეთიდანაც არიან, ევროპის გარკვეული ქვეყნებიდანაც არიან, მოქალაქეებიც და არამოქალაქეებიც. გადახდების კუთხით მინდა ვიკითხო, თბილისთან შედარებით როგორი განსხვავება? მაგალითად, თბილისში წინასწარი შენატანის გარეშე მნიშვნელოვან როლს თამაშობს. ქუთაისში რა ხდება? ჩემდა გასაკვირად აქაც კარგი სიტუაცია გვაქვს, იმიტომ რომ პირდაპირ გეტყვით, რომ საშუალოდ 20-30-40%-იან შენატანებს თავისუფლად ახორციელებენ და ეს თბილისში ამ ბოლო დროს წამოვიდა უფრო ნულოვან შენატანებზე მოთხოვნა. ქუთაისში ნულოვანით პრაქტიკულად ამ პროექტში არ გაგვიყიდია ნულოვანი შენატანით, მიუხედავად იმისა, რომ ბაზარზე გქონდა ეს შეთავაზებაც გატანილი, მაგრამ ნულოვანი გაყიდვით არ ყოფილა. მე გეტყვით იმას, რომ ზოგადად ახლაც კი წამყვანი დეველოპერული კომპანიები ერიდებოდნენ მაინც პრემიუმ სეგმენტში ქუთაისში ფულის დაბანდებას და უფრო არჩევანს მაინც თბილისისა და ბათუმის ბაზარზე აკეთებდნენ, მაგრამ ჩვენ მაუდი რეზიდენსის გუნდთან ერთად და პროსპექტთან ერთად მივეცით მუხტი იმას, რომ შევქმენით შესაძლებლობა და შევქმენით მაგალითი იმისა, რომ პრემიუმ სეგმენტი ქუთაისში საკმაოდ მოთხოვნადია და გაყიდვადია რა. წარმატებები. მადლობა ბატონ გიორგი. მადლობა. გიორგი ჟორჟოლიანი პროსპექტის მმართველი პარტნიორი იყო ჩვენი სტუმარი.